და 2009 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოსესია ვფიქრობ, რომ არც ერთ ფოტოხელოვანს არ ეწყინება თუ მხოლოდ ერთ მათგანს გამოვყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 22 წლისაა და მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, მისი ხედვა, დამუშევრება, ისევე როგორც მისი სწრაფვა, სიცოცხლის ხალისი და მიზანმიმართულობა დიდ პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. 2009 წლის ყველაზე არაორდინალური და გაბედული ფოტოსესიის ავტორი ანა გოგუაძე სტუმრად გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. ანა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ანა, სანამ თქვენ ბოლო ფოტოსესიაზე და იმ ცნობილ ნამუშევრებზე დავიწყებთ საუბარს, მანამდე მინდა კითხოთ, როგორ დაიწყეთ, როდის აიღეთ პირველად ხელში კამერა და თუ გახსოვთ რა ფოტო გადაიღეთ პირველად? იცით, ბავშვობიდან ვარიანად არ მიფიქრე, რომ დავიწყებდი ფოტოების გადაღებას. ეს მშვენიერ დღეს ვიყავი ნინო გათამადის კონცერტს. ამ კონცერტის ბოლოს ნინო მე რაღაც მითხრა, რომ ფოტოების გადაღება ხო არ გიცდიაო და არა მეთქი ხო. აუცილებლად უნდა დაიწყო ფოტოების გადაღებაო. ვფიქრობ, გამოგივა კარგად და მეთქი მართლა თქო და რაღაც. კი, შენ ესე უყურებ ამას, აუცილებლად უნდა აიყო კამერა და გადაიღო. იქო შევთანხმდით, რომ გამაცნობდა თავის მეგობარ ფოტოგრაფს, ალბათ ირინა აბჟანიძეს. და ირინას მოელაპარაკა, რომ ანასაც დაჭირდება პირველი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ფოტოებისთვის, აუხსენი ტექნიკური მხარე. და სწორედ პირველი ფოტოც დავგეგმეთ, ეს იყო ნინოს ეზოში და გადავიღე ნინოს ხელები. და ბოლოს ესე დავიწყე, ვთქვათ, ფოტოების გადაღება. მე სხვათა შორის ერთხელ სრულად შემთხვევით და იმ შემოდგომას გნახეთ მანგლისის გზაზე თქვენ იღებდით, აი სწორედ ეს კადრია, ზუსტად აი ამ კადრს იღებდით და შევანელეთ მანქანა, იმიტომ რომ გადაკეტილი ქონდათ ეს მოძრაობა და მახსოვს თქვენი სახე, რაღაცა ძალიან მეც ფოტოც ჩამრჩა ეს კადრი. გაღიმებული იღებდით სურათს. მე ძალიან დამამახსოვრდა. ეს არ არის თქვენთვის მხოლოდ რაღაცა პროფესია. ეს არის საქმე, რომელიც ძალიან გიყვართ, ხო? კი. როცა მეკითხებიან, რატო იღებ, როგორ ფოტოებს იღებ, ყოველთვის ხოლმე რომ ყველა ფოტო ვარ მე. ეს პროექტიც ისეთია, მე ანია ქვია და ისეთ ნათქვამი, თუმცა ამ პროექტის გარდაც სხვა ფოტოებიც, ყველა ჩემს ფოტოში ვდებ საკუთარ თავს და რაღაცით ჩემი ისტორიებიც არის ფოტოებს. რაც შეეხება აი ამ ფოტოსესიას, თქვენი იდეა როდესაც გაანდეთ მოდელებს, მათ რა რეაქცია ჰქონდათ? სანამ საერთოდ ეს პროექტი გაკეთდებოდა, მე უბრალოდ მინდოდა გადამეღო ფოტოები, სადაც იქნებოდნენ ლამაზი ქალბატონები ლამაზ ვარცხნილობაში. Რაღაც იქნებოდა ერთი დეტალი, განსხვავება, ის ყველა ქალბატონი იჯდებოდა ეტლში. საერთოდ არ მიყვარს სიმძიმე, მე არ ვიღებ ძიმე ფოტოებს და უფრო ისეთი ალბათ ეს ჩემი შინაგანიდანაც მოდის, ხოდათ იმისა რომ იყოს ქალი იჯდებოდა ეტლში, პირიქით იქნებოდა ერთგვარი პროტესტი იმისა რომ მე რა რომ მევზივარ, ხო, რაღაც ისეთი იქნებოდა. შემდეგ ეს ერთი წელი მქონდა ეს იდეა და ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ არა მხოლოდ ჩემი მორიგი ფოტო პროექტი ყოფილიყო, არამედ გადამეღო ფოტოები, რომლებიც იქნებოდა გზავნილი ერთგვარი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ, რომ ეს ძალიან მარტივი რამ არის და ეს ძალიან აუცილებელია, რომ გაითვალისწინოს კაფე იქნება, ბარი თუ რესტორანი, ყველა შესაძლოა უნდა კონდეს თუ მოყარა იმე გამოხმაურება ძალიან საინტერესო იყო თვითონ როცა დავდიოდი და ვიღებდი ფოტოებს გამრავლები როდესაც ისეთ ადგილას ვიღებდი სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს ყველას უყვირდა ხოლმე იმიტომ რომ უცებ გამოდის ლამაზი ქალი ლამაზი ვარცხნილობით კაბით და ჯდება ეტლში ეს იყო ნუ ძალიან გაკვირვებული რატო ჯდება ვერ ხვდებოდა ნუ მე რა ხვდებოდი ფოტოს ვიღებდი და ყველას ჰქონდა ის ვინც ხედავდა გადაღებას რომ რატო ჯდება კი მე რა უნდა რატო რა ხდება თქვენი შემდეგი ფოტოსესია რა გაქვთ გეგმაში რას არის გაკეთებას აპირებ გადავიღო ფოტოები ისევ ეტლში ჯდება აბსოლუტურად სხვანაირი ფოტოები იქნება ეს არ იქნება გლამურული ფოტოები თუმცა დეტალი კვლავ დარჩება ეტლი. გარდა სურათებისა, თქვენ თვითონ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს პირადად ჩემს და დარწმუნებულად ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს და მინდა რომ კიდევ ერთხელ ამის შესახებ მოგითხრათ. წარმატებებს გისურვებ და ველოდებით თქვენ ახალ საინტერესო